მოგესალმებით. ამ ვიდეოში მოგიყვებით იმ ლაბორატორიულ კვლევებზე, რითაც ადგენენ ექიმები პაციენტის თირკმლის ფუნქციას. ესენია კრეატინინი, სისხლის შარდოვანას აზოტი, blood urea nitrogen, მას შემოკლებით ასევე ეძახიან BUN და გლომერულას ფილტრაციის სიხშირე, glomerular filtration rate, GFR. რა არის კრეატინინი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? კრეატინინი წარმოიქმნება კუნთის უჯრედებიდან. კუნთის უჯრედები მუდმივად განიცდიან განახლების პროცესს, რომლის დროსაც ახალი უჯრედები წარმოიქმნება, ხოლო ძველი უჯრედები კვდება. ეს არის ორგანიზმში უჯრედების ბუნებრივი განახლების პროცესი. როდესაც კუნთის უჯრედები კვდებიან, ისინი სისხლში გამოყოფენ კრეატინინს. შემდეგ კრეატინინი სისხლის მიმოქცევით მიეწოდება თირკმელებს, სადაც თირკმელები მას ფილტრავენ და მისი ნაწილი შართან ერთად გამოიყოფა. თუ თირკმელები სათანადოდ ვერ ფილტრავენ სისხლს, კრეატინის დონე სისხლში მოიმატებს. კრეატინინის ლაბორატორიული ნორმა არის 0,6-დან 1,3-მდე. ანუ, როდესაც თირკმელი გაფილტრავს კრეატინს, რაღაც პატარა მცირე ნაწილი მაინც რჩება თირკმელში, მაგრამ ეს არ უნდა აღემატებოდეს 1,3-ს. თუ სისხლში კრეატინის დონე არის 1,3-ზე მეტი, მაგალითად 1,4 და ასე შემდეგ, რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო მიგვანიშნებს, რომ დაზიანებულია თირკმელი. წარმოიდგინეთ ნიჟარა, რომელსაც აქვს სანიაღვრე. თუ სანიაღვრე გამართულად მუშაობს, წყალი თავისუფლად გაედინება. მაგრამ თუ სანიაღვრე გაჭედილი ან სწორად არ მუშაობს, წყალი ნიჟარაში დაგროვებას დაიწყებს. ანალოგიურად, როდესაც თირკმელები სწორად არ ფუნქციონირებენ, კრეატინინი ორგანიზმში გროვდება და მისი დონე სისხლში იზრდება. ადამიანი, რომელსაც ძალიან განვითარებული კუნთოვანი მასა აქვს, მაგალითად ათლეტი, ყოველდღიურად უფრო მეტ კრეატინინს წარმოქმნის, ამიტომ მის სისხლში კრეატინინის დონე შეიძლება შედარებით მაღალი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თირკმელები სრულიად ნორმალურად ფუნქციონირებენ. შესაბამისად, თუ ადამიანი ძალიან გამხდარია და კუნთოვანი მასა მცირე აქვს, მისი ორგანიზმი ნაკლებ კრეატინინს წარმოქმნის და ამიტომ ასეთი ადამიანებისთვის კრეატინინის დონე როგორც წესი შედარებით დაბალია. შემდეგი ლაბორატორიული ტესტი არის სისხლის შარდოვანას აზოტი, blood urea nitrogen, იგივე BUN. BUN ნიშნავს სისხლში არსებული აზოტის რაოდენობას, რომელიც წარმოიქმნება შარდოვანას იურიას ნარჩენი პროდუქტებისაგან. შარდოვანა იურია წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ორგანიზმი ცილების, ანუ პროტეინების დაშლას დაიწყებს. იურია წარმოიქმნება ღვიძლში და შემდეგ შარდის საშუალებით გამოიყოფა ორგანიზმიდან. კიდევ უფრო რომ გავშალოთ ეს თემა, მეტაბოლური პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს. როდესაც საკვებს მიერთმევთ, ორგანიზმი საკვებიდან მიღებულ ცილებს პროტეინებს შლის ამინომჟავებად. ღვიძლი ამ ამინომჟავებს გადაამუშავებს, რის შედეგად წარმოიქმნება ამონია, რომელიც არის ტოქსიკური. შემდეგ ღვიძლი ამონიას გარდაქმნის შარდოვანად, იურიად, რომელიც უსაფრთხოდ გადაადგილდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში. საბოლოოდ შარდოვანა გადადის თირკმელებში, სადაც ის იფილტრება სისხლიდან და გაიდევნება ორგანიზმიდან შარდის საშუალებით. ლაბორატორიული ნორმა არის 6-დან 20-მდე. თუ ციფრი 20 გადაცილდა, ნიშნავს, რომ თირკმელები ვერ ახერხებენ სისხლიდან იურიას ნორმალურად მოცილებას და BUN-ის დონე სისხლში იზრდება. შემდეგი მნიშვნელოვანი ალაბორატორიული ტესტი არის გლომერულას ფილტრაციის სიხშირე, glomerular filtration rate, GFR. GFR არის მაჩვენებელი, რომელსაც ექიმები იყენებენ იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად მუშაობს პაციენტის თირკმელები. GFR-ის ცოდნა ექიმს ეხმარება განსაზღვროს თირკმლის დაავადების სტადია და გეგმოს ყველაზე ეფექტური მკურნალობა. როგორც წინა ვიდეოში გესაუბრეთ, გლომერულა არის თირკმლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. როდესაც გულიდან გამოედინება ჟანგბადიანი სისხლი წრიულ ბრუნვაში და მიეწოდება ორგანოებს, უჯრედებს, მათ შორის თირკმელებს, თირკმელა არის პასუხისმგებელი გაწმინდოს სისხლი ტოქსიკებისაგან, როგორიც არის კრეატინინი და BUN-ი. და ეს გაწმენდა ფილტრაცია ხდება სწორედ გლომერულაში. თითოეულ თირკმელს აქვს მილიონობით გლომერულა. გლომერულა არის ფაქტურად gatekeeper, ანუ განსაზღვრავს თუ რა გავიდეს შარდში ტოქსიკების სახით და რა დაუბრუნდეს სისხლს უკან ორგანიზმში. მაგალითად, კრეატინინი BUN-ი გავა ორგანიზმიდან და
ელექტრონები, როგორიც არის კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, საჭირო დოზით შეინარჩუნება ისევ ისე სისხლში. თუ კალიუმის დონე მაგალითად არის 5-ზე მეტი, კალიუმის ნორმა არის 3.5-დან 5-მდე და თუ მისი დოზა სისხლში არის 5-ზე მეტი, ეს იმას მიუთითებს, რომ თირკმელა არის დაზიანებული და ვეღარ ფილტრავს საჭირო კალიუმს ორგანიზმიდან. კალიუმის დონე იზრდება სისხლში, რაც აზიანებს გულს. როგორ ითვლიან ექიმები გლომერულას ფილტრაციის სიხშირეს GFR-ს? ექიმი აიღებს სისხლის ნიმუშს და გამოიყენებს მათემატიკურ ფორმულას, რომელიც აფასებს რამდენად ეფექტურად ფილტრავენ პაციენტის თირკმელები სისხლიდან ნარჩენ ნივთიერებებს. მიღებული ციფრი უნდა აღემატებოდეს 90-ს. რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უკეთესი მიუთითებს ჯანმრთელ თირკმელებს. შესაბამისად, რაც უფრო 90-ზე ნაკლებია, მიუთითებს რამდენად დაზიანებულია თირკმელი. ფორმულა ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს. ასაკს. ასაკის მატებასთან ერთად გლომერულას ფილტრაციის სიხშირე იკლებს. ასევე პაციენტის სიმაღლეს და წონას, სისხლში კრეატინინის დონეს, ნარჩენ პროდუქტებს და სქესს. ანუ ეს ინფორმაცია ექიმს საშუალებას აძლევს უფრო ზუსტად შეაფასოს თირკმლის ფუნქცია და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი კურნალობის გეგმა. თირკმლის ქრონიკული დაზიანების შემთხვევაში GFR არის განსაზღვრელი თუ რომელ სტადიაში არის თირკმლის დაზიანება. თირკმელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც გამუდმებულ რეჟიმში ფილტრავს სისხლს და ეს იმდენად ამტანიანი ორგანოა, რომ შეიძლება თუ ერთი თირკმელი დაავადებულია, პაციენტი ხშირად ცალი თირკმლით მთელი სისხლის განმავლობაში შეუმჩნევლად პრობლემების გარეშე ცხოვრობს. ხოლო თუ თირკმელი ზიანდება, ეს ამტანიანია, ანუ 50% შეიძლება იმდენად დაეკარგოს თირკმლის ფუნქცია, რომ პაციენტმა ვერც გაიგოს და თირკმლის ქრონიკულ დაზიანებაში გადაიზარდოს ისე მეორე, მესამე სტადიამდე, რომ ვერც სიმპტომები არ ისახებოდეს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია გაუფრთხილდეთ თირკმელებს. თირკმელი ზიანდება პირველ რიგში დიაბეტისგან, მაღალი წნევისაგან, სიგარეტის მოწევისგან, ანუ არტერიები ვიწროვდება და როდესაც ვიწრო არტერიებში აღინიშნება მაღალი წნევა, წნევის მატება, ასევე როგორც დაბალი წნევა განსაზღვრავს რამდენად იფილტრება თირკმელი და თუ საკმარისად არ იფილტრება,
ეს ნელ-ნელა ჩუმჩუმად აზიანებს. ასევე გარკვეული პროდუქტი, სასმელები აზიანებს თირკმელებს, რადგან ამას სხვა ვიდეოებში გესაუბრებით. თირკმლის დაზიანება, ქრონიკული დაზიანება ნიშნავს, რომ თირკმელი ნელ-ნელა ზიანდება და პროგრესირდება. მისი უკან დაბრუნება, ანუ გამოჯამრთელება შეუძლებელია. ეს შეიძლება გავახანგრძლივოთ დაზიანების პროცესი, რაც უფრო შეიძლება გადავდოთ დაზიანების პროცესი, მაგრამ ქრონიკული ძირითადად ნიშნავს, რომ ეს პროგრესირებული დაავადებაა და ასაკთან ერთად უფრო იმატებს დაზიანება. თირკმელების ქრონიკული დაზიანება საკმაოდ ფართო თემაა და ამაზე მინდა სხვა ვიდეო ჩავწერო, თუ როგორ იწვევს ანემიას, როგორ ამცირებს კალციუმის დონეს, ძვალს ფილტავს კალციუმისაგან და იმატებს ოსტეოპოროზის და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი თემა არის და ამაზე დეტალურად მინდა სხვა ვიდეოში მოგითხროთ. აქ მინდა შევაჯამო გლომერულას ფილტრაციის სიხშირე, რამდენად მიუთითებს თუ რომელ სტადიაზეა თირკმელის დაზიანების, რომელ სტადიაზეა პაციენტი. გლომერულას ფილტრაციის სიხშირე, თუ რამდენი მილილიტრი სისხლი გაიფილტრება გლომერულადან 1 წუთის განმავლობაში, განსაზღვრავს თირკმლის ქრონიკული დაავადების სტადიას. სულ არის 5 სტადია. პირველი სტადია არის მსუბუქი დაზიანება, ხოლო ბოლო სტადია არის მეხუთე სტადია, როდესაც თირკმელი გაფილტრავს 15 ან ნაკლებ მილილიტრ სისხლს 1 წუთის განმავლობაში. პირველი სტადია GFR 90 მილილიტრი წუთში ან მეტი. GFR-ის მაჩვენებელი 90 ან მეტი ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობისთვის ნორმალურია. ამ ეტაპზე თირკმლის ქრონიკული დაავადების სიმპტომები როგორც წესი არ არის. ძალიან უმნიშვნელოვანოა. მეორე სტადია GFR 60-დან 99-მდე. GFR 60-დან 99-მდე ზოგიერთ ადამიანში, მაგალითად ხანდაზმულებსა და ჩვენებში შეიძლება ნორმადაც ჩაითვალოს, თუ თირკმლის დაზიანება არ აღენიშნება. თუმცა, თუ GFR 60-დან 99-მდე არის 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში და ამასთან ერთად არსებობს თირკმლის დაზიანების ნიშნები, ეს მიუთითებს თირკმლის ქრონიკულ დაავადების ადრეულ სტადიებზე. ამ ეტაპზეც სიმპტომები ხშირად არ არის ან ძალიან მსუბუქია. მესამე სტადია არის GFR 60-დან 59-მდე. ანუ გლომერულა ფილტრავს 1 წუთში 30-დან 59 მილილიტრ სისხლს. ამ ეტაპზე ადამიანს აქვს ზოგიერთი ხარისხის თირკმლის ქრონიკული დაავადება, moderate chronic kidney disease. რეკომენდირებულია ნეფროლოგის, ანუ თირკმლის სპეციალისტის კონსულტაცია. GFR 30-დან 59-მდე შეიძლება გამოიწვიოს ანემია, მაღალი არტერიული წნევა, ასევე კალციუმის ნაკლებობა. მეოთხე სტადია არის GFR 15-დან 29-მდე. ანუ თქვენი პაციენტის მილილიტრი გაფილტრავს წუთში 15-დან 29 მილილიტრ სისხლს. ამ ეტაპზე ადამიანს აქვს მძიმე ხარისხის თირკმლის ქრონიკული დაავადება, severe chronic kidney disease. GFR 15-დან 29-მდე მიუთითებს, რომ მომავალში ადამიანს დიდი ალბათობით დასჭირდება დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა, ტრანსპლანტაცია. მეხუთე სტადია არის ბოლო სტადია, როდესაც თირკმელი 1 წუთის განმავლობაში ფილტრავს 90 მილილიტრს ან უფრო ნაკლებ სისხლს. GFR 15 ან ნაკლები ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს თირკმლის დაავადების საბოლოო სტადია, end stage renal disease. ამ დროს თირკმელებმა თითქმის მთლიანად დაკარგეს სისხლის ეფექტურად გაფილტვის უნარი. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ადამიანს სჭირდება დიალიზი ან თირკმლის პლანტაცია. როგორ მოვემზადოთ GFR-ის ტესტირებისთვის? GFR-ის სისხლის ანალიზამდე ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ტესტამდე დაახლოებით 12 საათით ადრე მოერიდოთ გარკვეული საკვების მიღებას, განსაკუთრებით მოხარშული ან შემწვარი ხორცის მიღებას, რადგან მან შეიძლება გავლენა მოახდინოს კრეატინის და BUN-ის დონეზე. საჭიროების შემთხვევაში იყოთ უსმოსე, ანუ არ ჭამოთ, არ დალიოთ ტესტის ჩაბარებამდე იმ დროის განმავლობაში, რასაც ექიმი ან ლაბორატორია გირჩევთ. ექიმის მითითების შემთხვევაში დროებით შეწყვეტოთ ზოგიერთი რეცეპტებით ან ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტის მიღება.
რადგან ზოგიერთმა წამალმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტის შედეგებზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს შეწყვეტოთ დანიშნული მედიკამენტების მიღება ექიმთან შეთანხმების გარეშე. მხოლოდ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა მათი დროებით შეწყვეტა GFR-ის, ანუ Glomerular Filtration Rates, გლომერულას ფილტრაციის სიხშირის ტესტირების ჩაბარებამდე. დასასრულს შევაჯამოთ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი ლაბორატორიული ანალიზები. კრეატინინი, რომელიც უნდა იყოს 0.6-დან 1.3-მდე სისხლის ანალიზში, ეს მიუთითებს კუნთის მკვდარი უჯრედების რაოდენობას, რომელიც ტოქსიკების სახით უნდა გავიდეს ორგანიზმიდან. სისხლის შარდოვანას აზოტი, blood urea nitrogen, BUN, რომლის დოზაც უნდა იყოს 6-დან 20-მდე და გლომერულას ფილტრაციის სიხშირე, Glomerular Filtration Rate, რომელიც არის ზუსტი მეთოდი იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებენ პაციენტის თირკმელები. GFR-ი უნდა აღემატებოდეს 90 მლ/წ. თუ საინტერესოდ ჩათვალეთ ეს ვიდეო, ძალიან გთხოვთ მოიწონეთ და გაიზიარეთ. თქვენ ამით დამეხმარებით სხვა ვიდეოების ჩაწერისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო და დიდი მადლობა ყურადღებისთვის.